იცოდით, რომ ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძალიან დიდ აღმოჩენებამდე სრულიად შემთხვევით მისულან და რომ არა ეს შემთხვევითობა შეიძლება ვერასდროს ვერ მისულიყვნენ. სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით დღეს. მოდი დავიწყოთ. წარმოიდგინეთ სამყაროს, სადაც ნებისმიერი თითის გაჭრა ან ნაკაწრი შეიძლება სიკვდილის ტოლფასი გახდეს. დღევანდელ რეალობაში რთული წარმოსადგენია, მაგრამ 100 წლის წინ ზუსტად მსგავს რეალობაში ცხოვრობდა ხალხი. ხოდა ამ კაც რეალობაში გამოჩნდა ალექსანდრ ფლემინგი, გენიალური მეცნიერი და ალბათ ყველა დროის ყველაზე მოუწესრიგებელი მიკრობიოლოგი. 1928 წელი იყო, ფლემინგი გეგმავდა შვებულებაში წასულიყო თავის ოჯახთან ერთად. ნორმალური ადამიანი ალბათ ადგებოდა, მიალაგებდა თავის ლაბორატორიას და ისე გაემგზავრებოდა. მაგრამ არა ფლემინგი. ყველაფერი უბრალოდ მიატოვა, კარი გაიხურა და წავიდა. ამ პერიოდში სტაფილოკოკის ბაქტერიას სწავლობდა და უამრავი ბაქტერიებით სავსე ჭურჭელი დატოვა. უკან როცა დაბრუნდა, ერთ-ერთ ფინჯანს შეხედა და დაინახა, რომ ამოვიდა ობი, რომელის გარშემოც ბაქტერიები მთლიანად ამოხოცილები იყვნენ. და ასე შემთხვევით აღმოაჩინა პენიცილინი. მაგრამ შემთხვევითობების ჯაჭვი რო არ დამთხოვილიყო, ალბათ ვერც აღმოაჩენდა. პირველ რიგში ობი სავარაუდოდ გვერდითა ლაბორატორიიდან მოხვდა. შემდეგ ამიტომაც სცენარივით იმუშავა. ჯერ აცივდა, რამაც ობის გაზრდა გამოიწვია, შემდეგ დათბა, რამაც ბაქტერიები გაამრავლა და შედეგი თვალსაჩინო გახადა. ასე რომ ოდესმე საკუთარი ოთახის დალაგება თუ დაგეზარება, შეგიძლია ამ ისტორიით გაიმხნეო თავი. ვიაგრას შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია, მაგრამ შეიძლება არ იცოდით, რომ საერთოდ სხვა დანიშნულებით იქმნებოდა. კომპანია Pfizer-ი ცდილობდა შეექმნა ისეთი აბი, რომელიც გულსის ღდარღვის პრობლემებს მოუგვარებდა წნევიან ადამიანებში და ის ადამიანებში, რომლებსაც გულის ტკივილი აწუხებდათ. მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ცდები ერთმანეთის მიყოლებით ვარდებოდა და ალბათ კომპანიაც მალე დაიხურებოდა, რომ არა ექიმების დაკვირვებულობა. შეამჩნიეს, რომ მოხალისე კაცები არც დიდი სიხარულით აბრუნებდნენ ამ აბებს უკან, მუცელზე იწვნენ და ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ წამალს მოულოდნელი გვერდითი ეფექტი ჰქონდა, რომელიც გულს საერთოდ არ ეხებოდა, არამედ ეხებოდა ასე რომ თქვა, საერთოდ სხვა ნაწილს. რაც პროექტის ჩავარდნა იყო, მოულოდნელად სენსაციად გადაიქცა. Pfizer-მა მოულოდნელად თავისი კვლევების მიმართულება შეცვალა და დაიწყო უკვე ვიაგრაზე მუშაობა და 1998 წელს უკვე ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის ეს პრეპარატი. მას შემდეგ ვიაგრა კულტურულ ფენომენად ჩამოყალიბდა და წარუმატებლობა ასე გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამედიცინო ბრენდად. Pregúntale a tu médico si una muestra de Viagra es adecuada para ti. Para más información llama al 1866 por Viagra. შემდეგი შემთხვევითი აღმოჩენა მედიცინას არ ეხება, არამედ საკულტო ტექნოლოგიას, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი უბრალო ტიპი პერსი სპენსერი, რომელიც არც მდიდარი იყო, არც ოჯახი ჰყავდა და დეიდასთან ერთად იზრდებოდა. პატარაობიდანვე მოუწია რამოდენიმე სამუშაოზე ემუშავა, რადგან თავის თავი და დეიდამისი შეენახა. როცა წამოიზარდა, გადაწყვიტა ამერიკის სამხედრო ჯარში დაეწყო მსახურობა და იქ დაინტერესდა რადიოტექნოლოგიებს. საბოლოო ჯამში ისეთ დონეზე შეისწავლა, რომ კომპანია Raytheon-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც ამერიკის სამხედრო სამსახურებს ტექნოლოგიებით ამარაგებს. ხოდა ერთ დღესაც მაგნიტრონთან რაღაც ნაწილებში იქექებოდა, რაღაცებს ეძებდა და უეცრად ჯიბეში ხელი ჩაიყო, სადაც შოკოლადი ჰქონდა და როცა ამოიღო, ნახა რომ შოკოლადი მთლიანად დამტნარი. უმეტესობა ალბათ გაბრაზდებოდა, მაგრამ სპენსერი მიხვდა, რომ მიკროტალღებს საჭმლის გათბობა შეუძლია და ასე წარმოიქმნა პირველი მიკროტალღური ღუმელი. ასე გამოიყურებოდა პირველი მოდელი რადარ რენჯი, რომელიც საბრძოლო გემზე ჰქონდათ და ადამიანის სიმაღლის იყო და ორჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც სახლში გიდგათ და ღირდა $5,000. კიდევ ერთი ისტორია არის სამზარეულოსთან დაკავშირებით. 1838 წელს კონსტანტინ ფილბერგი, ქიმიკოსი, თავის ლაბორატორიაში იყო და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობდა, ერთმანეთში უურევდა და რაღაცებს აკეთებდა. სახლშიც დაბრუნდა, თავის მეუღლის მიერ მომზადებულ საჭმელს მიუჯდა და როდესაც საჭმელი გასინჯა, პირში ძალიან ძლიერი სიტკბო იგრძნო. ოღონდ საჭმელი ტკბილი არ უნდა ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა, კონსტანტინს დაავიწა ხელების დაბანა. Brother, და მთელი დღის მანძილზე ნივთიერებები რაც აირია, მის ხელზე მოხვდა. ასე შემთხვევით შეიქმნა ნივთიერება, რომლის გამოყენებითაც დღეს შეგიძლიათ რომ უამრავი ტკბილეული ჭამოთ, ისე რომ შაქარი არ დაამატოთ, მოგვიანებით სახელიც დაარქვა სახარინი და ძალიან ბევრი ფული იშოვა. ახლა კი სამზარეულოდან გარდერობაზეც გადავინაცვლოთ. 1950 წელს შვეიცარიელი ინჟინერი ჯორჯ დე მესტრალი თავის ძაღლთან ერთად ალპებში იყო სასეირნოდ წასული. სუფთა ჰაერი, მთები, სიგრილე, მაგრამ მსგავს ადგილზე შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოს მომბეზრებელმა მცენარემ. ქართულად არ მახსოვს თუ არ ვწდები ბირკა ქვია. აი
რო გაივლიდა, სულ ზედ გაქვს მეკრული და მერე საერთოდ უნდა მოიძრო. ამ სცენარეზე არის საუბარი. თახჩოზე დაბრუნდნენ თვითონზე თავის ძაღლით, ამ სცენარეებში იყვნენ ჩაფლულები. და რატომღაც ინჟინერი დაინტერესდა როგორ მუშაობდა ეს სცენარე, მიკროსკოპში ჩახედა და დაინახა, რომ თავისი კაუჭებით ეწებებოდა ტანსაცმელს. და უცებ გონება გაუნათდა, იფიქრა, რომ ძალიან ბევრი ფული შოვნა შეიძლებოდა ამ რაღაცით და შეეძლო რომ თუ ბუნება მსგავს რაღაც უკვე შექმნა, ტანსაცმელზეც შეემუშავებინა მსგავსი რამ. და ასე შეიქმნა ფხრიცი. მაგრამ რეალურად პირვანდელი იდეიდან საბოლოო პატენტის დამტკიცებამდე 10 წელი გავიდა. ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, მატერიალს ვერ პოულობდა, საბოლოოდ ნეილონზე შეჩერდა, ასევე არავის ჯეროდა მისი ყველა სისულელად მიაჩნდა ეს იდეა. ნარუტოს ბექსტორი არის ფაქტიურად, მაგრამ დღესდღეობით ყველგან იყენებენ ფხრიცს. ბოტასებზე, ქურთუკზე, სპორტში, მედიცინაში, კოსმოსშიც კი იყენებენ უწონადობაში რომ ნივთები არ გაუფრინდეთ. ასე რომ ძაღლმა უბრალოდ ჭუჭყი კი არ მოიტანა საფრთხე, არამედ მილიარდიანი იდეა. დღეისათვის სულ ეს არის, გამოიწერეთ არხი და დააიქეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.